მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ გვექნება დაბადებით სემინარი HTML CSS შესახებ, სადაც ავაწყობთ Typemaster Keyboard Projects. აქ გვაქვს სამი ეკრანი, ანუ სამი device-ისთვის უნდა მოვარგოთ ჩვენი ვებსაიტი, mobile-ისთვის, tablet-ისთვის და desktop-ისთვის. Figma design-ზე ასევე გვაქვს active state-ი, ანუ hover-ისას როგორ უნდა შეიცვალოს ელემენტები. Hover state-ის ეკრანი არ აქვს ხოლმე tablets და mobile-ს, იმიტომ რომ ზოგადად კურსორი არ გვაქვს ამ ეკრანებზე. შესაბამისად, hover state-ები ეწერება ხოლმე desktop-ზე. მხოლოდ. და ასევე სულ მარცხნივ გვაქვს design სისტემის გვერდი, frame-ი, რომელიც დაეხმარება რაში. აქ არის ყველა ის ფერი, ფონტი, ზომა და font weight მოცემული, რომელიც პროექტის განმავლობაში დაგჭირდება ზოგადად. და შეიძლება დაგვეხმაროს იმაში, რომ სიტყვაზე გავწეროთ CSS-ის ცვლადები, რასაც დღესაც გასწავლით. წინასწარ გავაკეთოთ სამ პროექტის კეთებას დავიწყებთ და აღარ მოგიწევს რაღაც ახალი პროპორციების დამატება. პროექტი უკვე შევქმნი, მაქვს უბრალოდ ასეტები შემოტანილი, სადაც არის რამდენიმე ფოლდერი, ანუ ასეტებში მაქვს mobile-ის ფოტოები, ანუ რაც მარტო mobile-ის ეკრანისთვის ასაჭირო, ასევე მაქვს desktop-ი, ასევე მაქვს ტაბლეტი. და shared-ი არის ის აიკონები და ფოტოები, რომელიც არის საზიარო, ანუ ყველა ეკრანზე მეორდება. და ნუ favicon icon არის tab-ის აიკონი. ახლა უკვე მე შემიძლია ავდგე და დავიწყო სტრუქტურაზე მუშაობა, HTML-ის basic სტრუქტურა ავაწყო, ასევე დავაკავშირო CSS-ი, შემოვიტანო ფონტი, გავანვლო სტილები და შემდგომ უკვე ვიფიქროთ და ვიაზროთ როგორი სტრუქტურით ჯობს აი ამ პროექტის აწყობა. Okay. ესე იგი თავიდან ვქნით HTML files, index.html files, შევქმნათ basic სტრუქტურა, დავარქვათ Typemaster Keyboard Landing Page. ასევე დავაკავშიროთ აი ეს favicon-ი. Link ტიპი იქნება icon-ის, ხოლო მისამართი იქნება /assets/favicon.png. დავაკავშიროთ CSS ფაილი, ოღონდ ჯერ შევქმნათ, რა თქმა უნდა, styles CSS დავარქვათ. აი ასე. აქ გავანვლო სტილები. და დავაიმპორტოთ ფონტი. ფონტი გვაქვს ჩვენ Barlow, აი აქაც საწერია. რომელი ფონტია? მოდი გადავრთავ. demo უჩიბარემ. კარგი, Barlow-ს ფონტი მოვძებთ ახლა. Google Fonts. Google Fonts. შევიდით აქ. დავსერჩოთ Barlow. Get font, get embed code და CSS import-ი მოვაკოპიროთ. აი ასე. მშვენიერი. და ჩვენს body-ს გავუწეროთ. Font family Barlow და backup font-ი იყოს sans serif. Okay. ახლა უკვე გადავიდეთ დიზაინის აწყობას. აქეთ მექნება საიტი, იქით მექნება კოდი. ბარემ გავალაივებ. მშვენიერი. თავიდან რა თქმა უნდა ვიწყებთ mobile-ის ეკრანის აწყობით. უბრალოდ როგორც წინა სემინარებზე გითხარით, ყოველთვის უნდა დავაკვირდით როგორი სტრუქტურა არის და როგორი იცვლება სტრუქტურა დანარჩენ ეკრანებზეც. რომ მე უკვე რაღაც დამატებით ის დაწერა სტრუქტურის დამატება არ დაგვჭირდეს. თავიდან დავიწყოთ მოდი header-ით. header-ში არაფერი არა, უბრალოდ ორი ელემენტი არის თავიდანაც და მერეც, რომელიც გას აქეთ იქით უბრალოდ, ესა ლოგო და წარწერა. ამიტომ header-ში იქნება უბრალოდ ორი ელემენტი, მეტი არაფერი. header შემოვიტანთ. აი ასე. მარცხნივ მექნება ლოგო, რომელიც ეს დაგით შეარჩი უნდა იყოს. აჰა, აკა. შეარჩი არის.
იმიჯად მექნება source იქნება წერტილი/assets/shared/logo. ალში გავუწერთ time master logos და სულ მარჯვნივ იქნება ღილაკი. რომელსაც ბათონად შემოვიტან. ამას პატარა ფერიც აქვს უკან უბრალოდ არ ეთყვა, იმიტომ რომ მსგავსია background ფერი და ბათონის ფერიც. მაგრამ ბათონის ემბლეში. Pre-order now, რომელიც დიდესობით წერია. Okay, ამას კლას გავუწერ. Pre-order BTNs. და ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ გასტილო. Headers გავსტილავ. ჯერ მოდი body-ს გავსტილავ და background ფერს გავუწერ. Background color-ი იქნება რა? აი ეს. background color-ი თეთრი აქვს body-ს. როგორც ჩანს. ხო, თეთრი არის. Default-ად თეთრია, მაგრამ გაწერად შეგვიძლია დროს რაღაცა პრობლემა არ იქნება. და ახლა header-ში ახდება. Headers აქვს padding-ი, იმიტომ რომ ახლა რო გადავიდეთ საიტზე, ნახეთ ეკრანთან ავიბჯენილი. Assembly-ში უნდა ქონდეს padding-ი, ნუ შიგნით დაშორება, რათა ეკრანის კიდებიდან ჩამოვაშოროთ. და ეს ჩვენი padding-ი არის 27 პიქსელი ზევით, 24 აქეთ იქით. ანუ padding-ი იქნება 2.7 რემი ზევით, 2.4 გვერდებს. და ქვევით ეს 2.7 გამოვა. მაგრამ მოდი ქვევით 0 გქონდეს. აი ეს. იმიტომ რომ მე აი ამ ელემენტს ეგრევე margin top-ი გავუწეროთ და არ მოგვიწიოს გადათვლა 2.7 რემის გამოკლება. ანუ ეხა 1 რემი რო 10 პიქსელი გავხადოთ, ამისთვის HTML-ს უნდა გავუწეროთ font size-ი. Font size 62.5%. აი ეს. Headers ასევე ექნება flex property-ები, რათა აქეთ იქით გადავადგილოთ ელემენტები, ანუ display flexi, justify content space between და align item center, რათა ცენტრში გავცენტროთ ვერტიკალურად. Okay, მშვენიერი. მოდი ამ ლოგოს ზუმები ვნახოთ. შეიძლება შეცვლა მოგვიწიოს. ახლა გვაქვს 40-40. დიზაინში 40-40-ია მშვენიერი. და გავსწავლოთ ღილაკი. Pre-order BTN. Background color-ი რაღაცა აქვს. მოდი დაეთყობა ესა background color-ი. Border none, იმიტომ რომ chart-ში აღჭირდება. Background color. გამოვიტანთ Figma-დან. ტექსტის გავსტილოთ. ტექსტი არის color 1.6.2.5.4. Font size 1.6 რემი. Line height არის 2.7 რემი, 2.6 რემი. 2.6 რემი. და font weight-ი არის 700. და ხო ისე თუ რომს პატარასოა თქონდა დაწერილი ეს, თუ გავუწერით text transform uppercase, დიდესვებში გადააქცევდა. და როგორც გახსოვთ, ბათონებზე არ გადმოდის მემკვიდრეობითობით font family body-ს რა მიწერია. ამიტომ მომიწესო გავუწერო font family parallel-ში მე გავუწერო, მაგრამ მე გავუწერ inherits, რომ მემკვიდრეობითობით წამოიღოს font-ის ზომა. და ამ ბათონის padding-ები არის 11 ზევით ხვევით, 14 მარჯვნივ მარცხნივ. Okay. Padding-ი იქნება ზევით 1.1 რემი, აქეთ იქით 1.4 რემი. ძალიან კარგი. ახლა უკვე დავიწყეთ main-ის გასტილოს, სტრუქტურის გაწერას, იმიტომ რომ დანარჩენი ყველა ნაწილი არის main-ის ნაწილი. მექნება ხვევით main-ი. და ახლა ამ main-ში რა ხდება? ამ main-ში გვაქვს ერთი სექცია, ეს სექცია დავგვიქვათ. იდეაში ნახეთ ერთი სექცია რომელი არის. იდეაში ერთი სექცია არის აი ეს ტექსტები ამ ფოტოიანად, იმიტომ რომ ჯერ ერთმანეთის
თავზე დგას, მე უკვე გვერდი გვერდლაგდება, ესე იგი ერთი ლოგიკური დაჟღვრების ნაწილი უნდა იყოს. და სხვადასხვა ჯობია რომ სულ დივი არ გამოვიყენოთ და აქ სექციას გამოვიყენებ. section tag-იც არსებობს. და უფრო კარგად დაახარისხებს ჩვენს სტრუქტურას სემანტიკურად, იმიტომ რომ სექცია უფრო კარგი მისადაგებაა რა, სახელი. და ამ სექციაში რა მექნება? მოდი კლასი დავარქვათ. Hero section, hero ქვია სულ პირველ სექციას ნაწილს, hero section. სადაც არის სათაური, რაღაცა heroes ფოტო, პატარა აღწერა და ასე შემდეგ. აქ მექნება ჯერ სათაური. ამას უკვე divs შევსვავ, ნახეთ, ეს ერთი ნაწილი არის divs ჩასმელი დაჯგუფებაში და მეორე ფოტო, რომ ჯერ იყოს ერთმანეთის თავზე, მერე გვერდ flex გამოყენებით. div section content-ი დავარქვათ, სადაც მექნება h1-ში time master keyboard-ი, ასე მექნება ტექსტი, აქ შემოთავაზე კურსორმა და მგონი სწორიც არის. ხო, სწორია. და ქვევით იქნება უკვე ბათონების divები. იმიტომ რომ ესეც გვერდიდან დავალაგოთ. div წერტილი hero btns დავარქვათ, აი ასე. სადაც იქნება პირველი ბათონი pre-order now და მეორე ბათონი release on 5/27. Release date იქონდეს კლასად. და ასევე აი ამ div-ის გვერდით მექნება image. როგორ ნახეთ აქ რა ხდება? იდეაში ეს image იცვლება, იმიტომ რომ mobile-ში მაქვს image keyboard-ი აი ასეთი და tablet-ზე მაქვს image keyboard-ი აი ასეთი. ჩავდვირთოს აი ასეთი. ანუ უნდა შეიცვალოს ამათი ეს ფოტო უნდა შეიცვალოს. ამას გაკეთების რამდენიმე გზა არსებობს. ერთი არის რომ ერთი ფოტო შემოვიტანო. source-ად გავუწერო, მეორე ფოტო შემოვიტანო. ანუ სიმბოლოში ორი ფოტო მექნება სტრუქტურაში. მაგრამ ჯერ ერთს გამოვაჩენ და მეორეს გავაქრობ და მე ტაბლეტზე გადავალ იმ პირველს გავაქრობ და მეორეს გამოვაჩენ. გამოჩენა და გაქრობა შეგვიძლია display name და display block პროპორციების გამოყენებით. ეგა ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტია გვაქვს source image ქვია to image set. Source tag-ია მგონი. ხო, source tag-ი უნდა იყოს. ხო, source tag-ი არის, რომელიც მუშაობს შეგნაირად. ერთი image მაქვს, რომელიც mobile-ზე იქნება ჩადვირთული და მაქვს კიდევ რამდენიმე ფოტო. ეს იდეაში ფოტოა, მაგრამ source tag-ში მაქვს და რაც იმას ნიშნავს, რომ ნახეთ source ატრიბუტი აქვს და ასევე media ატრიბუტი. და მე აქვე უწერ, როდის მინდა რომ ეს ფოტო გამოჩნდეს. აი მინიმუმ როცა იქნება ვიცი 1024 მაშინ გამოჩნდეს, აქ რომ მაქვს ვიცი იქნება 720 პიქსელი მაშინ გამოჩნდეს და ასე შემდეგ რა. ანუ CSS-ში აღარ მიწევს ფოტოების გაქრობა და გაჩენა, აქვე უბნები რა როდის გამოჩნდეს და გაქრის. ესაა მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი არის ოქონის ერთი div-ი, რომელსაც უბრალოდ შევუცვლით background ფოტოებს, background images. იდეაში ეს div უფრო ყველაზე მარტივია, ასე div რო გავაკეთო სიტყვაზე. ფოტო აღარ მჭირდება. div წერტილი დავარქვათ hero.image. Serial div იქნება ყველანაირი ფოტოს გარეშე და ამ div-ს გავუწერთ background image-ებს უბრალოდ. და ეს background image-ები შეიცვლება, თვითონ div არასდროს არ ქრება და არასდროს არ მიდის. მოდი ახლა ეს დავწერებ, ბარემ ამას გავაკეთებ, მაგრამ იდეაში მაინც ჯობია, რომ image-ების თემა გამოვიყენოთ, ანუ ამ პირველი, ან მეორე ვარიანტი, მეორე ჯობია უფრო. ის source tag-იც კარგად დაარესერჩეთ, იმიტომ რომ მათ შეგვიძლია ალტების გაწერა, ეხლა div-ს მოკალით ალტს ვერ გავუწერთ და ბოტი ვერ მეხვდება ეს რა ფოტო არის რა. მაგრამ ახლა დავიწყე ამას გავაკეთებ ბარემ, თუმცა მაინც გიჩვენოთ რომ source-ით გააკეთეთ ხოლმე ან რამდენიმე image-ით. უფრო source-ი არის კარგი ვარიანტი. ოკეი, ახლა დავიწყოთ ამის გასტილვა. აქ რა ხდება? ამასაც აქვს padding-ი რა თქმა უნდა, თვითონ შემიძლია main-ისთვის გამეწერა padding-ი და ყველაფერს გაეწერებოდა. მაგრამ აი ამას ეს შეწეული იქნება მე საბოლოო ჯამში.
ამიტომ მაგას არ ვიზამე. თუმცა მეორე ვარიანტი არის, ხო, ჯობია რომ არ ვქნა. მირჩევნია რომ მეინს არ გავუწერო, იმიტომ რომ მე ეს ელემენტი შეიწევა და გავუწერ ჯერჯერობით ხოლმე ამ სექციას, hero სექციას გავუწერ paddings. hero სექციას padding-ი აქვს აქეთ-იქით რამდენი? 24-ები. ანუ მაღლა არაფერი, გვერდებს 2.4 რემი. margin top, ანუ ზევიდან დაშორება არის 6.8 რემი. და ხო, მეტი იდეაში არაფერი გარდა იმისა, რომ ეს ორი ელემენტი უნდა დავაშორე ერთმანეთისგან. ეგონ აქ თვითონ ნახეთ, ამას ვაჭერ თვითონ ფოტო არ ინიშნება. აქეთ კი გადავალ და მასკს მონიშნავ და მონიშნავ თვითონ ფოტო. ეს უკვე დიზაინერის ამბავია, მაგრამ აქაც უნდა ვისვეთ რა ელემენტი უნდა ვიჩვენოთ, რომ კონკრეტულად ელემენტს მივწვდეთ. აი ამ ფოტოს მაგალითად. 64 დაშორება. ანუ აი სექციაში აი ამ divs და ფოტოს შორის დაშორება არის 64. ანუ მე შემიძლია hero section-ს გავუწერო display flexi flex direction column რათა დავალაგო სვეტად და gif-ი გავუწერო რამდენი იყოს gif-ი იყო 6.4 რემი. აი ეს. და შემდეგ როცა გადავალთ ტაბლეტზე, ამ flex directions გავხდი rows, რომ დავაგდეს სვეტად. Okay, გვაქვს ჯერჯერობით ასეთ შედეგი, ფოტო არ ჩანს, იმიტომ რომ არ გამიწერია background image-ი. გავსწავლდი ხა h1. რომლის კლასი არ გვაქვს, მაგრამ ერთ გვერდზე ყოველთვის ერთი h1 უნდა ქონდეს, ამიტომ კლასი მაგას არ სჭირდება. ესე იგი color არის ეს. და CSS ვლადებზე რო გეუბნებოდით, ეხლა როგორ შეგვიძლია CSS ვლადები შექმნა. მე შემიძლია root ელემენტში, ორ წერტილი root შექმნათ ვლადები, CSS ვლადები. და დავწერო მაგალითად -color -primary იყოს მოდი ეს ფერი სიტყვას. და როგორც კი მომინდება აი ამ ცვალის გამოყენება, ნიშნულობას კი არ დავწერ ცვალის სახელს. ანუ მაგალითად აი აქ დავწერ colors მაგივრად var, ანუ მივუცებ რომ ცვალის გამოყენება მინდა და ფრჩხილებში შევუწერ ცვალის სახელს. აქ ცვალის სახელის დაწერას თავისი წესები აქვს. შეგვიძლია ჩვენი დავარქვათ რაც გვინდა, მაგრამ ჯობია წესებს მივყვეთ. რომ თავიდან იწყება ორი ტირეთი, ყველა სიტყვის მერე იწერება ტირე, ანუ სიტყვები შორდება ტირეებით და არა სპეისებით. და აი რაღაც ფერი მინდა primary, ესე იგი მთავარი ფერია, თუ მეორადი ფერი მაქვს, რომელსაც ყველაზე მეორე დღეში ვიყენებ, შემიძლია დავარქვა -color secondary და ასე შემდეგ. ანუ ამ ცვლილების გამოყენებაც შეგვიძლია რო რამე. და ზოგადად გირჩევთ რომ ცვლილები გამოიყენოთ დიდ პროექტებში, მით უმეტეს, იმიტომ რომ როდესაც ფერები გაქვთ გაწერილი და მე თქვენ მოგინდებათ ან კლიენტი გთხოვთ რომ მოდი აქ ფერი შემიცვალე, როდესაც ცვლილები გაქვთ გამოყენებული, უბრალოდ ცვლილების მნიშვნელობას შეცვლით და ყველგან შეიცვლება, იმიტომ რომ მაგ ცვლილს ბევრ განიყენებთ. მაგრამ როდესაც ცვლილები არა გაქვთ, მოგიწევთ ყველგან შეცვლა მაგ ფერის. ამიტომ ეგეც ჯობია რომ მაგის გამოყენებას დაიწყოთ და მაგიტომ ვახსენ ახლა თქვენულ ლექციაზე. Font size არის 4.8 რემი. Font weight არის 900 და line height არის 4.8 რემი. შვენიერი. გავსტილოთ ასევე პარაგრაფი. აი ნახეთ, მე შემიძლია ისე გავსტილოს პარაგრაფი, რომ მისი კლასი არ გამოვიყენო. ეხლა აქ კიდე ხო ბევრი პარაგრაფი მექნება, მაგრამ მარტო ამას გავსტილავ. ანუ hero section content-ში რომ პარაგრაფია, ეგ გაისტილოს. ეს უკვე დაკონკრეტება არის. ანუ hero section პარაგრაფში პარაგრაფია, მოდი მაგას გავსტილავ. და მის სტილები რა არის? დაშორება აქ მაღლიდან 32 პიქსელი, okay. Margin top 3.2 რემი. color არის დავაკოპიროთ. font size 1.6 რემი.
font weight-ი 500 და line height-ი 2.6 რემ. შვენიერი. გავსtildeოთ ახლა ბათონებიც. გავსtildeოთ ახლა ჩვენ ბათონებიც. სწავლეთ CSS-ში. ჯერ hero btn-ს გავუწერ margin tops და display properties რომ ერთმანეთისგან დავაშორო და შემდეგ უკვე გადავალ თვითონ ბათონების გასტილოზეც. ანუ hero btn-ს იქნება margin top დენი აქვს 3.2 რემი display flex-ი და gap-ი იქნება ან დაშოვა მათ შორის 32 ვითომ? ამას თავისი ის არა აქვს? ეს რო ტექსტი ყოფილა ესე იგი. ოკეი, 32 მაშინ. 3.2 რემ. თუ რო ტექსტია მე შემიძლია რომ ეგ მეორე უბრალოდ სპანად ჩავსვა. აი ასე. ასე აჯობებს. ოკეი, ესეც ასე. ახლა უკვე გადავიდეთ მათ გასტილოზე. pre-order btn-ი მინდა ჯერ. borders მოუშვი, იმიტომ default border-ი აქვს ხოლმე ბათონებს. border none. color-ი არის თეთრი ან ტექსტის ფერი. font size-ი არის 1.6 რემი. font weight-ი არის 700 და line height-ი არის 2.6 რემი. ასევე უკანა ფონის ფერი აქვს ნარინჯის ფერი, border radius-ის აქვს თურმე ამებს დავაკოპირებ მაშინ. და გადმოვიტან. შვენიერი. და padding-იც გავუწერთ, ანუ შიგნით დაშორება 11-14-ს. ანუ 1.1 რემი 1.4 რემს. აი ეს. ახლა გავსtildeოთ მეორე ელემენტი, რომლის კლასი აღარ მახსოვს. release date. ესე იგი აქ რა ხდება? font size იგივე, line height იგივე, font weight იგივე. ამიტომ ავდგები და მშობელში გავწერ მაგ properties რომ რამდენიმეჯერ წერა აღარ მომიწევს, ანუ font size, font weight და line height-ს გადავიტან მშობელში და ავტომატურად იმოქმედებს შვილებსაც უკვე. აქ უნდა გავუწეროთ მხოლოდ ფერი, მეტი არაფერი. აი ეს. შვენიერი. და მშობელში ასევე display flex რო აქვს, უნდა გავუწეროთ align item center, რათა გაიცენტროს ვერტიკალურად ეს ორი ელემენტი. აი ეს. შვენიერი, ეს ნაწილიც მორჩა, ანუ რო უზრდი ეკრანს, ტექსტებიც აქეთ-იქით ეწყობა. აი ეს. შვენიერი. ახლა დარჩა ფოტოს ნაწილი. ფოტოს უნდა გავუწეროთ background image. hero image ქვია, ხო? hero image. რომლის სიგრძე და სიგანეს უნდა გავუწეროთ ჯერ. ფოტოს სიგრძე სიგანი არის, იმიტომ რომ div თუ რაღაც არ გავუწეროთ ზომები და უბრალოდ background color-ი და background image-ი მივეცით, არ გამოჩნდება, იმიტომ რომ ზომა არ აქვს. ესე იგი, width-ი აქვს 27.2 რემი, height-ი აქვს 33.1 რემი, background image არის ეს, გონი ეს არის.
ეგ იქნება. ასე გავუწეროთ background repeat, no repeat-ი, background size, cover-ი რათა მთლიანად გადაიჭიმოს background size ვანთ. მთლიანად გადაიჭიმოს ფოტო დივიზიონებში. აი ასე. ასე border radius-ის უნდა მივდივს. border radius-ი უნდა 20 პიქსელი. შვენიერი. border radius-ი უნდა მარტო მარცხენა მხარეებში. მოდი ჯერ იყოს როგორც არის ასე. და უბრალოდ ერთი პრობლემა კიდევ ის არის, აქ დაშორება გავაკეთეთ. ხო, აქ დაშორება გეფი ქონია. უნდა გადავიტანოთ აი ეს ფოტო. სულ მარჯვნივ. ანუ ეკრანს რო გაიზრდება, სულ მარჯვნივ მხარეს უნდა გავყოს. იდეაში ეგრე არის დიზაინში მოცემული. ამიტომ მე hero section-ს ვერ გავუწერ justify content flex end, იმიტომ რომ ყველაფერი გადაადგილდება მარჯვნივ. მე თვითონ მარტო ამ ფოტოს უნდა გავუწერო. ანუ უნდა გამოვიყენო property justify selfie არა, align selfie, იმიტომ რომ ანახეთ hero section-ს მე მიწერია flex direction column-ი, რამაც ის გამოიწვია რომ justify და align-მა ადგილები გაცვალეს. ამიტომ თუ მინდა რომ მე ეს ფოტო გადავადგილო მარჯვნივ, ანუ ჰორიზონტალურად, უნდა გამოვიყენო align selfie. და არა justify selfie. Flex end. აი ასე. და რო გავზრდი ეკრანის კიდეს, აი ასე. გადაადგილდება მარჯვნივ. Flex გარდა align self. Flex end. უბრალოდ როგორც ხედავთ, გადასული არის ეკრანის კიდიდან. აქ რო დავკვრით F11-ზე, ნუ F12-ზე არის ჩამოჭრილი. ჩვენთან კიდევ ეგრე არ გვაქვს. აი ცოტა უნდა გადავწიოთ იქითკენ. ამიტომ მე შემიძლია ამაზე გამოვიყენო position relative. ანუ თავისი პოზიციის რელაციურად გადავადგილო მარჯვნივ და უთხრა რომ right არა, მოიცა მარცხნიდან დაშორდეს რამდენი პიქსელით? 44 რემით სიტყვას. ასე კი გამოვა, მაგრამ scroll-ი გაიჩინა, იმიტომ რომ body-ს კალაპოტნენ გადადის ელემენტი. ნუ body-ს გავუწეროთ ისე იდეაში overflow hidden-ი. ეს შეიძლება, ნახეთ, ელემენტი გადავუშვით კალაპოტიდან და როცა hidden-ი გავუწერეთ, body-ს ჩამოიჭრა რა, რაც იყო გადასული. ეგეც ვარიანტია. Okay. ოქტო ვიდეთ F12-ზე უნდა იყოს ჩამოჭრილი, F12-ზე არ არის. ანუ მომიწევს აქ ცოტა მეცზე გადაშვება. Ips. 5, ნუ ესე თქმის ზუსტია რა. ასე შემიძლია დავტოვო. ანუ position relative რო გავუწერე elements და მანდ გავუწერე left 5 რემი ვიგულისხმე რომ სადაც ორიგინალ პოზიციაზე თავიდან საწყის პოზიციაზე იდგა ფოტო, აი მაგიდან დავიწყოთ მეთქი 10 ხლის წერტილის 10 ასე რო ვთქვათ. და მაგიდან გადმოვადგილე 5 რემით. Okay, ეს მზადაა. მე მარტივად შემიძლია რომ სიტყვაზე გვერდ დავალაგო ორი ფოტო, შემდეგ მოდის მეორე სექცია. რომელიც ასე main-ში არის. მეორე სექცია. ამ სექციას დავარქვათ რა? Images section დავარქვათ, იმიტომ რომ მარტო ფოტოები არის. და აქ ორი ფოტო. აქაც იგივე შეგვიძლია მარტივი ხერხი გამოვიყენო, dfs შემოვიტან და შემიძლია რომ მაგდივების მეშვეობით შევცვალო ხოლმე ფოტოები. ანუ background image-ები შევცვალო უბრალოდ რა. მაგრამ ნუ ეხლა სიმარტივითაც ვაკეთებ. თუმცა image-ებს თუ გამოიყენებთ, უკეთესი იქნება. და ამ image-ებს გააქრობთ და გამოაჩენთ. Okay.
image 1 დავარქვათ, მოდი. და image 2 დავარქვათ. აქ რა ხდება? ესე იგი images sections. უნდა გავუწეროთ margin top-ი. რათა მაღლიდან დაშორდეს. უნდა კარგად ვერ ნახულო დაშორებას. იმიტომ რომ სხვა რა და ელემენტები დავაგებული. 7.5 7.5 და 6.5 ეს არის 24 ანუ 2.4 რემი გამოდის თვითონ image sections ექნება display flex-ი KP იქნება ანუ ამ ორ ფოტოს შორის დაშორება 24 ანუ 2.4 რემი და უკვე შემიძლია ფოტოების გასტილოც ანუ image 1-ის background image ჩემოდის სონეს გავწერ ვიცი იქნება 129 მართალი გადასულია მარათლიანი ფოტოსომა ასეთია 12.9 რემი IT იქნება 19.3 რემი ასევე background image ნახოთ ალბათ უსურვოთ დავწერეთ image phone and keyboard sorry background repeat იქნება no repeat background size cover-ი border radius-ი 20 პიქსელი და image-ზეც ანალოგიურად უნდა გავუწეროთ ჯერ ზომები 22 რემი სიგანეში და სიმაღლეში 19.3 რემი ეს სწორი არის background repeat no repeat background size cover და border radius 20 პიქსელი აი ეს body-ს დამოვიწყდა გადმოტანა overflow hidden-ის overflow x ნიშნავს რომ ჰორიზონტალურ ღერძზე რაც გადავა ის დაიმალოს y არის ვერტიკალურად ორივეს გარეშე არის ორივე ღერძზე რა x-ს და y-ს ოკეი ახლა გვჭირდება რომ გავსტილოთ იდეაში მობაილისთვის ეს მარჯვნივ ეს ფოტოები დარჩება აქ გვინდა რომ აი ამ ფოტოს გადავადოთ ზემოდან რაღაცა overlay აი ამ ფერის მაგისთვის იდეაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ორი ხერხი ერთი არის before და after pseudo ელემენტები მეორე არის რომ უბრალოდ background ფერის გავუწეროთ აი მაგალითისთვის აქ რო გავუწერო მე background color ტიტლს ავიღებ მაგალითისთვის შეჯერობით red არაფერიც არ მოხდება იმიტომ რომ ფოტო მაქვს ვაწერილი და ფერი ზემოდან ვერ გადაიდება მაგრამ მე თუ მინდა რომ ეს ფერიც გადავადოს ზემოდან ფოტოს უნდა გამოვიყენოთ ეგეთი property background blend mode ქვია და მაგალითად screen ავიღოთ ნახეთ ამას ბევრი property აქვს უბრალოდ ეს background blend mode ვეხმარება რომ background color-ი გადაიდოს background image რაღაცა ფორმატით აი ბევრი რაღაც არის აქ აი რამდენიმე ვარიანტი არის შეგვიძლია ავარჩიოთ ხოლმე რა ეს ფერი შეიძლება ზუსტად არ დააჭდეს ეხლა რო ავიღო before to pro ზუსტად დააჭდება მაგალითად ეს ფერი ავიღო აი ასე და აქ უნდა ვითამაშო ახლა background blend mode-ის property-ებს, რომელიც უფრო კარგად დაჯდება.
აი multiply ნორმალურია რაღაც. multiply იყო ყველაზე კარგი. მაგრამ თლად ისე არის თვითონ? ხო, თითქოს სწორ ეგრეა. თუმცა თუ გვინდა რომ ზუსტი ფერი დააჭრდეთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ before pseudo ელემენტი სიტყვაზე image ერთს. ანუ before და after შეგვიძლია რაღაცა ელემენტი შექმნა CSS-დან ისე რომ სტრუქტურაში არ გვეჭდეს. კონტენტი იქნება ცარიელი, width იქნება 100%, height იქნება 100% მისი მშობლის და მშობელსაც გავუწერთ position relatives, რომ მისი რელაციიდან იყოს ფოტო ისა ზონები რა, მშობლის რელაციურად. ასე position იქნება absolute, top 0 და left 0 რომ ზუსტად დააჯდეს და გავუწერეთ background colors ასევე. აი ეს. და შემიძლია ეს ერთ დამოვიყო, ხო? აი ესენი ამოვიღო. და ზუსტი ფერი დააჯდება აქ. აი ეს რო გამოვიტანო ქვევით. აი ეს რო გამოვიტანო აქ. თუ იგივე არის უკვე ესეც. იგივე ყოფილა. და ნუ opacity შემიძლია აუწიო უბრალოდ. ხო, ასე შეიძლება გაკეთება რა. ანუ გვაქვს ეს ორი ვარიანტი გვაქვს საბოლოო ჯამში. ან background blend mode, ან before and after pseudo ელემენტი. თუმცა მე background blend mode-ს გამოვიყენებ, რომ მოკლე არის და თან ასე თუ ისე დააჯდა რა. მიმსგავსებულად, ამიტომ ამას გამოვიყენებ ბარემ. და ეს ელემენტი უბრალოდ გადაწეული არის. აქ ჩამოჭრილი უნდა იყოს, ამიტომ მე შემიძლია მთლიანად ეს image-ის სექცია გადავწიო. ანუ position გავუწერო relative და ეხლა left რო დავწერო 2.4 რემი მარჯვნივ გაიწევა მარცხნივ გადაადგილდა, მაგრამ left რომ ეწეროს -2.4 რემი მარცხნივ გადაიწევს მინუსით, ანუ მარცხნივ წავა რა. ესეთი ვარიანტით შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. 6. ხო, სადღაც ასე რო იყოს რა. ან mobile-ზე ის ფოტო წავა მარჯვნივ, ესენი დარჩება მარცხნივ. ესეც გავაკეთეთ, მე მოდის mechanical wireless keyboard-ი. აქ რა ხდება? ორი ელემენტია, ერთმანეთზე დგას და მე გვერდ. თუმცა აი ის უნდა გავიხსენოთ, ნახეთ. მე დესკტოპზე ეს სამი ელემენტი ერთად დგება. ანუ ჯერ არის ერთმანეთზე, მე გვერდ. ამიტომ გამოდის, რომ ეს ტექსტები და ეს ფოტოები უნდა იყოს ერთ სექციაში საბოლოო ჯამში, აი ეს ორი. ამიტომ ახლა მე ავდგები ამ სექციას დივად გადავაკეთებ. დივი იყოს. და ამას შავსო სექციაში. section რა დავარქვათ? keyboard section დავარქვათ, მოდი. ამას გადავიტან მაღლა და ასევე მის გვერდით იქნება კიდევ ერთი დივი. სადაც იქნება keyboard section content. ანუ H4-ში იქნება mechanical wireless keyboard-ი და P-ში იქნება უკვე ტექსტი. აი ეს. მშვენიერი. თვითონ keyboard section-საც გავსტილავ, რომ ელემენტები დავაშორე ერთმანეთისგან, ეგორი. აი ასე. ესე იგი display flexi ჯერჯერობით flex direction column იქნება და მე გადავა row-ზე უკვე და mobile-ზე მათ შორის დაშორება არის რამდენი 75, ანუ 7.5 რემი. მშვენიერი. ესეც არის. გავსტილავ თვითონ ამ ტექსტებს. ახლა უკვე ჯერ keyboards section contents დავიწყებ. აქაც ჯერ ერთს ერთმანეთზე ელემენტები, მე გვერდი, ამიტომ display flex გამოვიყენებ ისევ, display flex direction column-ი, gap-ი ანუ მათ შორის დაშორება იქნება 24 პიქსელი, ანუ 2.4 რემი.
და იდეაში ეგ არის. ახლა იჩროს გავსტილო. color S styles ეს გავხსნათ. font size 3.2 რემი. font weight 900 და line height 3.6 რემი. ესეც ასე. ასევე პარაგრაფიც გავსტილოთ. colors გადმოვიტან. text line-ის center-ი აქვს ორივეს, ამიტომ აი აქ გაუწერბარე. მშობელში. ამის font size-ი არის 1.6 რემი, line height 2.6 რემი და font weight არის 500. შვენიერი. უბრალოდ ამის სიგანე შევზღუდოთ ორივეს იდეაში. ან შეგვიძლია არ შევზღუდოთ და უბრალოდ padding-ს გავუწერდი, padding-ი იყოს. ხო შემიძლია padding-ი გავუწერო მას. თვითონ divs, აი ამ contents. ზევით და ქვევით 0, აქეთ იქით 2.4, 2.4. მოდი 375-ზე გადავიყვან, როგორი დალაგება არის ეს, რაც დიზაინში გვაქვს. და body-ზე იცი რას გავწერ, body-ზე გავწერ body me height. ასევე h მინიმუმ იყოს ასევე h. და თუ მომდება უფრო მეტიც. ეს. ტონი ისპექტმა გაჭედა. სკროლი აქვს ჰორიზონტალური. მაგრამ აქ არა აქვს. გონი ისპექტმაც ეგან გაჭედა. ზოგჯერ ისპექტი ჭედას ხოლმე ეს გაითვალისწინეთ. აი 375. ასე გადავიყვან. სკროლი, ნახეთ. წეღარ overflow-დან დავწერე. ეს იმას შეიძლება body-დან რაც გადავა ყველა მხარეს დაიფარება და overflow x-ი უნდა იყოს, რომ რაც ვერტიკალურად გადავა, ეგ ჩამოიჭრას და არა ვერტიკალით რა. მაგით არის სროლებოდა. და ნახოთ, ესე იგი top notch-ი, wide-ი, along with-ი და connectivity-ზე ეგა. სწორი აბზაცები და მე იზრდება რა თქმა უნდა. ასე. შვენიერი. და დარჩა იდეაში ეს სექცია და ბოლოს ფუტერი. ანუ შექმნა ახალი სექცია. მოდი დავარქვათ features section. სადაც მექნება 4 div-ი. ჯერ ერთმანეთზე დგას და მერე გვერდიგვერდ დგება ნელ-ნელა. ოკეი. აქ მექნება 4 div-ი. features section content-ი იქნება 4 სადაც მექნება ერთი იმიჯი არა ერთი div-ი სადაც იქნება ფოტო იმიტომ რომ ეს მთლიანი ფოტო არაა მე მაქვს თეთრი აიკონები მარტო მეტი არაფერი ამ და შეგინ div-ი მექნება და ამ div-ში მექნება კიდევ იმიჯი
მოიჯეჯოვით ეს ავაწყოთ აი ეს. ასევე ამ div-ის ქვევით იქნება h3 და ასე იქნება პარაგრაფი. აი კურსორი თავის თავაზობთ ტექსტები და იდეაში სწორადაც თავაზობს. მშვენიერი. აქ ფოტოები ჩავსვათ. მშვენიერი, ალტებიც გავუწეროთ. და გვაქვს ასეთი სტრუქტურა. ასეთი სტრუქტურა. აიკონები ახლა არ ჩეს, იმიტომ რომ თეთრი არის, მაგრამ როგორც კი div-ს გავუწერთ ნარინჯისფერ background-ს, ეგრევე გამოჩნდება. Okay, ეს div თვითონ დაშორებული არის ზევიდან 111 პიქსელით, ანუ features section-ზე აქვს საუბარი. Margin top 1.1 remi display იქნება flexi, flex direction იქნება column-ი და gap იქნება 64. ანუ 6.4 remi. Text line იყოს ხო center, იმიტომ center არის, მე უკვე მარცხნა განლაგებაზე გადავა ტექსტი. ახლა დავიწყოთ თვითონ შიდა ელემენტების გასწირვა. Features section content-ის ფოტო გავსტილოთ ჯერ. ფოტო არა body sheet. ის რა ელემენტია? div. div უნდა გაისტილოს ჯერ. რაშიც ფოტო ზის. ამ div-ის სიგრძე იქნება 65-65-ზე 6.5 remi 6.5 rem-ზე და მისი აიკონი შვილიურ ცენტრში იყოს, უნდა გავუწეროთ display flexi, align item center, justify content center, border radius-იც აქვს ასევე, რომელიც არის რამდენი? აქ რაღაც ვერ ნახულობ. კაი, თვალის ზომით გავუწერ. Border radius context mode 15 პიქსელი და background color არის ნარინჯისფერი. აი ეს აიკონების გამოჩნდა უკვე, იმიტომ რომ თეთრი იყო და ძალიან არ ჩანდა თეთრი თეთრსა. მშვენიერი. თვითონ feature section content-ში უნდა გავცენტროთ ყველაფერი. ანუ გავუწერ ახლა მე display flex direction იქნება column-ი და align item center იქნება ჰორიზონტალურად გაცენტრა, იმიტომ რომ მიმართულება შეიცვალეს ელემენტები. ესეც ასე. მშვენიერი. თვითონ ამას gap-ი არ ექნება. მოიცა ეს ორჯერ დავწერე? აუი, მაშინ ორჯერ დამიწერია. ეს აქავა და ამას მოვშლი საერთოდ. თვითონ ამას gap-ი აღარ დაჭირდება, იმიტომ რომ სხვადასხვა დაშორება აქვს ელემენტებს. ცალსაკი გავწერ. გონი სხვადასხვა 48 და 24 ხო სხვადასხვა დაშორება ყოფილა. ანუ H3 დაშორებული არის მაღლიდან margin top 4.8 rem-ით. მაგრამ ამასაც გავსტილო. color ასე font size 2.4 rem-ი line height 2.8 rem-ი font weight 900. ახლა გავსტილოთ პარაგრაფი. ორი მთელი 4 რემითა დასრულებული მაყლიდან ფერი არის
სწორად გადმოვიტანა. Font size 1.6, line height 2.6, font weight 500. შვენიერი. და padding-იც გავუკეთოთ, მოდი. 2.4-იანი. აი აქ. აქ თუ აქ ჯობია. padding-ი 100. ძალიან კარგი, უბრალოდ რაღაც დიდი დაშორებაა თითქოს. გეფიც აქ და მარჯინის და მაგიტომ. აი, აქ გეფი არ უნდა გამეწერა მე. ეს. და აქ უნდა ყოფილიყო 6.4 რემი. თვითონ დივი უნდა დაშორდეს 6.4 რემით ერთმანეთისგან. შვენიერი. და ბოლოს უნდა ფუტერი. ქვევით ნაწილი, რომელშიც დიდად არაფერი არ ხდება, უბრალოდ ტექსტი არის, მეტი არაფერი. მენის მერე გვინდა ფუტერი, სადაც არის ტექსტი უბრალოდ. მოდი პარაგრაფად ჩავსვათ. აი ეს. ფუტერს გავუწეროთ. რავი, padding-იც გქონდეს ბარემ. დაშორება რამდენი მაყლიდან? 9.6. კარგი. margin top 9.6 რემი. padding-ი ნუ მაღლა 0 იყოს, გვერდებზე 2.4 რემი. და ქვევით 5 რემი. და ასევე გავცენტროთ ეს პარაგრაფიც. color ასე, font size 1.6, line height 1.6, font weight 500, text line center. ეგა. ანუ მობაილის დიზაინი იდეაში ეს არის და მეტი არაფერი. hover state-ები აქ არ უნდა, იმიტომ რომ მობაილზე ვართ. და ეს შედეგი მივიღეთ მობაილისთვის. ახლა დავიწყოთ media query-ების წერა. რომ როდესაც media only screen and minimum ეკრანისგან როგორც კი გახდება 48 რემი, ანუ აქ 16 პიქსელი 1 რემი და 768 16-ზე გავყოთ 48 არის, თუ სწორად მახსოვს. და აქედან დავიწყოთ გასტილო უკვე. დავიწყოთ header-ით. ნუ აქ იდეაში თლად ყველაფერს დეტალებში არ ჩავალ, არ მინდა რომ დრო დავკარგო უბრალოდ, მაგრამ ნუ ნაწილურად გავაკეთებთ. header შეიცვლებოდა მარტო padding-ი მეტი არაფერი. 49 არის ზევით, 39 მარჟი მარცხნივ. ამდენი იყო და მოვიწყე უკვე. 49-19. მარტო ეს რატო შეიცვლებოდა იდეაში? იდეაში, მოიცა, ამას რატო გავუკეთე? ესეთი სტილი. არ უნდა ქონოდა. ხო, ეგ შემეშალა. ანუ მაღლა pre-order buttons. კლასები ხარ მივეცი. Pre-order BTR მაქვს 2 და მაგის ბრალია. მაგის ბრალია ზუსტად. მედიაში იგივე არის ეს რომ უბრალოდ ამას აქვს background color-ი. ამიტომ ეგეთ რაღაცას ვიზაო მე. მაგრამ ნარინჯისფერი ამას რატო არა აქვს? არა, ეს სხვა არის pre-order BTN. მაგრამ გონი მე კიდე გავწერე pre-order BTN. კი. ორიგივე კლასს გავწერე და მე მეორე შეესაბამება ეს უფრო რა. ამიტომ ეგეთ რაღაცას ვიზავ მე. ამას სხვა სახელს დავარქვი.
header pre-order ბითიანი ერქმებოდა ეგა. Yes. მშვენიერი. ამისი font size იდეაში იზრდება. თუ სწორად მიხვდი. არ იზრდება. მშვენიერი, მაგას აჯობია. მოდი ტექსტებსაც დავაკვირდეთ. ტექსტებიც არ იზრდება. ოკეი, ნაკლები შოუ მოგვიწევს. მგონი ტექსტის ზომები საერთოდ არ იზრდება აქ. ხო, არ იზრდება, უბრალოდ იზრდება ას პადინგები და ასე შემდეგ რა. და დაშორებები. ოკეი, აქ დაშორება როგორია ხა mains რო შევხედოთ. main დაშორება მაღლიდან გვაქვს რამდენი? 6.2 რემი. margin top 6.2 რემი, აი ასე. hero სექცია. ეხა ეს ფოტო და ტექსტები გვერდ-გვერდ დადგეს, ამიტომ hero სექციას გავუწერ flex direction rows. ეს. შვენიერი. gap-ი არ მჭირდება. padding-იც, ну, იდეაში შემიძლია რომ გავუზარდო. თვითონ hero სექციას padding right გავუწერ. padding left უბრალოდ. იმიტომ რომ margin-ი რო გავუწერო, იქაც შეექმნება პრობლემა. იმიტომ რომ margin-ი დაშორება აღარა. 3.9. 3.9 რემი. ამ ფოტოს ზომებიც შეიცვლებ რა თქმა უნდა. hero section content-ი ქვია? არა, hero image-ი ქვია. ვიცი იქნება 47.8 რემი. height-ი იქნება 42.5 რემი. და ნუ background-იც სხვა იქნება. background image-იც სხვა იქნება. background image ტაბლეტისთვის არა გვაქვს. url /assets/ tablet image and keyboard. image keyboard ეს უნდა იყოს. შვენიერი. და ამას წინაზე წერა position relative და left 5 რემი. შემიძლია ეგენი წაუშალო. ანუ position ისე გავუხადო static-ი. და ეს 5 რემიც მოიშლება, იმიტომ რომ აღარ მისადაგება ეგ. და ზომები არ ჯდება? ამას padding right ისე აქვს და მაგიდო. აი padding right-ს მოდი მოუშვი. padding right გავუხადოთ 0 ამას. აი ასე, შვენიერი. და ეგა. ასე რომ გადავალთ, ეს ფოტო გამაშტება. და გავაგვერდზე. ნუ ამას გავუწერთ იდეაში main-სა და hero სექციას გავუწერთ, ასევე align item center რომ გაიცენტროს ეს ფოტოც. ტექსტებიც ვერტიკალურად. ახლა ვიცი რომ ამის ზომებიც იცვლება, აი აქ padding-ი იცვლება მაგალითად, რა padding-ი ემატება, მაგრამ მაგაზე რო სადავკარგებ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი, უბრალოდ იგივე კლასს დაწერთ და padding შევუცვლით, ან font size-ი შევუცვლით თუ იცვლება. მე მინდა რომ უბრალოდ ეს წყობა გადავაწყო, ყველა საინტერესო რაც არის. აქ რა ხდება ახლა? აქ ისევ ერთმანეთზე დგას ტექსტები, უბრალოდ ამათი ზომები იცვლება და ცენტრში დგება. მეტი არაფერი ესე იგი.
აი, მოდი ზომებს შევუცვლი მაგათ. Okay, აქ რა ხდება? ეს ამჭირდება keyboard section ქვია მაგას. Keyboard section images სექციაში უნდა შევიტანოთ ცვლილებები, ეგრე გამოვიდა. ამასაც position statics გავუწევ, იმიტომ რომ წეგან relative ჰქონდა. ასევე gap იქნება განსხვავებული. ოცდაათი ხუთი, ანუ 3.05 რემი. აი, ასე და თვითონ ფოტოების ზომებით შეიცვლება. Image 1-ის width-ი არის 21.4 რემი, ხოლო height-ი არის 32 რემი. ნუ ხო background image-ით იცვლება, იმიტომ რომ ტაბლეტის არის, ის მობილის ფოტო იყო. და მეორე ზომა რამდენია? 44.5 და height-ი 32 რემი. Okay. მშვენიერი და ეს იცინტრება ცენტრში უნდა დარჩეს რა. ანუ image სექციას გავუწერთ justify content center. ეგა. აი ასე. ძალიან კარგი. და ნუ აი ამ ორის განლაგება შეიცვლება ქვევით ტექსტები რაც არის. და ეს არის keyboard section content-ი და უბრალოდ გაიწერება flex direction row და მეტი არაფერი. Direction row უფრო სწორად მოდი align item center-ის გავუწეროთ, რომ ვერტიკალურად გაიცენტროს ბარი. აი ეს. და განლაგება არის მარცხენა უკვე, ანუ text align არის left. მარცხენა იწყება განლაგება ტექსტის. ნუ აქაც შეგვიძლია gap-ი შევუცვალოთ რამე რა. მაგრამ მაგაში დროს არ დავკარგავ. და მერე მოდის ბოლო სექცია. იდეაში ამაზე შემიძლია რომ მედიაქუერში არ გავწერო პროპერტები. და უბრალოდ უთხრა რომ აი როცა შეიძლება გვერდით ამოვდგეს სხვა ელემენტებს. ანუ flex wrap-ი გამოვიყენო. ანუ მე feature section შემიძლია გავუწერო flex wrap. უბრალოდ ახლა არ ამოვდგება ერთმანეთს. იმიტომ რომ ტექსტი იზრდება და იზრდება. რაღაც მომენტში უნდა შევზღუდოთ აი ამის სიგანი, ანუ გავუწეროთ მაგალითად max width იყოს მაგალითისთვის 40 რემი სიტყვაზე. და მე როგორ შეიძლება რომ როცა ეკრანი გაიზრდება, ადგილი დარჩება მეორე ელემენტისთვის რა მოუდგეს. უკვე ამოუდგება. უბრალოდ flex wrap-ი flex direction column-ი აღარ უნდა იყოს მაშინ. უნდა იყოს flex direction row. მაგ შემთხვევაში. და ნუ justify content center რო გაიცენტროს ცენტრში. აი ასეთი რაღაცა გვექნება ჩვენ. აქ ორზე და მე დიდ ეკრანის დადგება, ანუ ასე გადმოვა და მე უკვე აი ასე გადმოვა, როგორც desktop-ის დიზაინზე გვაქვს. ანუ შემიძლია ეგ გამოვიყენო. და მედიაქუერებში აღარ ვწერო არაფერი საერთოდ მაგ ელემენტებისთვის. Okay. კარგით, ესე იგი რა ელემენტები იყო, ახლა გავიხსენო. Features section. ესე იგი feature sections მოდი ეს მოუშალოთ. Flex wrap გავუწეროთ და features section contents max width-ი გავუწეროთ მაგალითისთვის 40 რემი. და ეს იქნებოდა ეს. და ხო, justify content center. აი ამას. რო ცენტრში მოაქციოთ. შვენიერი. და desktop-ზე შევცვალოთ flow, ანუ ამების ყველაფერი იგივე არის. უბრალოდ ფოტო იცვლება. და აქ ერთადერთი გვერდი გვერდგება, როცა წინაზე იყო ზემოდან რა. ანუ
media only screen minimum იქნება 64 რემი თუ 90 რემი. 1440 რო გავყოთ 16-ზე არის 90. ხო, 90. და დავიწყოთ, ну ისინი გამოვტოვოთ, დრო არ დავყარებოთ ტყილად. აი ამ დივით დავიწყოთ. მაგ სექციით, რომელიც არის keyboard section-ი. და უბრალოდ უნდა გავუწეროთ flex direction row. და პადინგებსაც გავუწერით მერე უკვე რა. მაგრამ ახლა არ ვიწოვოთ მოდი მაგას. აი ეს. ასე იქნება და პადინგსაც გავუწერით, აქ უკვე column-ი არის keyboard section contents-ში. Keyboard section contents იქნება flex direction column-ი. აი ეს. და ამას უკვე იქნება align item center-ი, რო გავცენტროთ ვერტიკალურად, ამას იქნება text align left-ი, რომ ტექსტი მარსვენ დაიწყოს. don't ასე ხوار გავაკეთოთ ჩვენ, რომ ეს ამან თუ არ იმუშავა, მაშინ align items flex start-ი გავუკეთოთ, რომ ელემენტები დაიწყოს მარცხნივ. ოკეი, შვენიერი, აი ასე. და აქაც შემეძლო რომ პადინგი გამეწერა. აი ასე და დეტალებში აღარ ჩავალ რა. და ერთ-ერთი რაც დაგჭირებოდათ უკვე თქვენ რო გააკეთებინათ, ეს შეგიძლიათ რომ შეზღუდოთ ტექსტის სიგანეები, იქნება და hover state-ები. და hover state-ებს აქვე გავუწერეთ უკვე desktop-ზე. ჯობია ხოლმე რომ თლად აქედანვე არ დავიწყოთ desktop-ის წერა. ჯობია რომ უფრო დაბალი breakpoint შემოვიღოთ, იმიტომ რომ 90 რემი არის 1940 პიქსელი და ბევრი არის ლეპტოპით, სადაც არის 1940-ზე უფრო დაბალი პიქსელი რა. და hover state-ებს თუ დავწერთ ხოლმე 64 რემიდან, 64 რემი რამდენი პიქსელია? 1024 პიქსელი მაქვს, მე სამიზნეთ ახლა. 64 გავამბრავლოთ 16-ზე. ხო, ეგრე ყოფილა. აქედან შემიძლია hover state-ების გაწერა, რომ ლეპტოპის user-ები არ დავჩაგრო. ანუ მაგალითად მე შემიძლია pre-order btns გავუწერ hover-ი და hover-ზე უთხრა რომ background color-ი შეიცვალოს, კურსორი pointer-ი გავხდეს, შემიძლია transition-იც გავაკეთო მაღლა. აი აქ კონდეს transition. და მოდი აქვე გავუწერე cursor pointers. Transition კაი იყოს cursor pointer-ი ხვევით. არა უშავს. ეს რაღაც იქნებოდა. აქ არ მოხდება ხა უკვე პატარა ეკრანი, მაგრამ იდეაში ჩანწერში ჩანს. ხო, ჩანწერში ჩანს, აი ეს. და ეგ იქნებოდა სულ რა. კიდევ ერთ თემაზე მინდა ვისაუბრო, უცბად ამას აქეთ იქით გადაწევდით, ესეც აქეთკენ წავიდოდა. Flex property-ების გამოყენებით. უბრალოდ არ მინდა რომ კიდევ ერთხელ მეორევთ რომ მაგაში დავხარჯო. თუმცა როგორც აკვირდებით ახლა ამ დიდ ეკრანზე ელემენტები ძალიან აქეთ იქით არიან გახონტულები რა. ანუ ამას გავუწერდით. Justify content space between და ეგ იქნებოდა. აქაც იგივე რო რამ. ან ცენტრში დავტოვებდით. მაგრამ ელემენტები ახლა მე დიდი ეკრანი მაქვს მაგალითად 3140 პიქსელი მგონი სიგანეში. და როგორც ხედავთ ძალიან გაფართული არის ეკრანი კიდეები, ელემენტები აქეთ იქით და ეგეთ მომენტში ეგეთ პრაქტიკას ვიყენებთ რომ ყველაფერს აბსოლუტურად headers, mains და footers სვავთ ხოლმე ერთ divში. მაგალითად container დავარქოთ. ამ ყველაფერს ახლა მოვაქცევ კონტეინერში. და შემდგომ მაგ კონტეინერს უბრალოდ ვზღუდავ. მეტი არაფერი. ახლა ვერ მომნიშნე.
აი, ასე. ნუ ყველაფერი იგივე აბსოლუტურად. ეს იმიტომ წაიშალა, რომ კოდში არ მეწერა რა. და ერთ-ერთი რასაც ვაკეთებ, არის ის, რომ კონტეინერს უწერ max-იც. კონტეინერ მოდი ბარემ იმას გაუწეროთ, როგორც აღარ მეწერა. რაზე მეწერა? hero სექციაზე. Okay. კარგი, მაშინ hero sections გავუწეროთ justify content space between. ასე. და კონტეინერს უბრალოდ გავუწერ max switch, რომ რაღაც მომენტის მე შევზღუდო 154 რემი იყოს სიტყვას. ან და აი უფრო მეტი იყოს. 200 რემი. და ნახეთ რა მოხდება და ეს გაიცენტრება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ body-ში გავუწერთ ახლა ერთ რაღაცას display flexi justify content center. და ეს კონტეინერი გაიცენტრება. ანუ ამით ის ხდება, რომ ძალიან დიდ ეკრანებზე ელემენტები აქეთ-იქით გაფანტული აღარ იქნება. გაფანტული როცა ცუდია, იმიტომ რომ ანუ უნდა გავატრიალო კისერი აქეთ-იქით, რომ ყველა ელემენტი შევამჩნიო რა. ნახეთ, სამ კონტეინერი მიაღწევს 200 რემს, მანამდე ჩვეულებრივად გაიზრდება, მაგრამ როგორც კი 200 რემს მიაღწევს, გაჩერდება და გაიცენტრება მის მშობელში, ანუ body-ში. ეს. ეს ერთ-ერთი მიდგომა არის. Okay. ხო, დღეისთვის ეს იყო. და შენაკვიდან დავიწყებთ უკვე JavaScript-ს, ანუ ნამდვილი პროგრამირების ენას, ენის სწავლას. მადლობა ყურადღებისთვის. მოგვალ შეხვედრამდე.